რუსულ-ქართული ომის დროს აყვანილი 15 მძევლიდან ერთ-ერთი ალესია ნიკობენკო თავისუფალია რუსი ოკუპანტების მიერ 13 აგვისტოს აყვანილი მძევალი გამტაცებლებს გუშინ გამოექცა. 4 ოჯახი მძევლად რუსებმა აგვისტოში ზუგდიდში კომბინატის დასახლებიდან აიყვანეს. ოჯახის რამდენიმე წევრი კი სტუმრის გაცილებით სენგურის ხიდზე დააკავეს. მიზეზი ეროვნებაა წარმოშობით რუსების ოჯახს საქართველოში ჩასახლება არ აბადიეს. 16 მძევალი სოხუმში 2 დღე ჰყავდა, შემდეგ კი ფსოუზე რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და მიატოვეს. გამოქცეული ალესია ნიკობენკო აცხადებს, რომ თუ ისინი საქართველოზე ცუდ სიტყვოდნენ, გათავისუფლებდნენ. ამ დროისათვის გატაცებულები რუსეთის ტერიტორიაზე ჰყავთ დატყვევებულები, მათ საბუთები აქვს ჩამორთმეული. გატაცებულებს მცირეწლოვანი ბავშვების წართმევით ემუქრებიან. ალესია ნიკობენკომ ფსოუზე გადმოსვლისთვის $3000 გადაიხადა. ფსოუდან ენგურამდე კი ყოფილი მძევალი ნაცნობმა გალელმა გადმოიყვანა. У вас, говорит, дети, говорит, здесь. У нас маленькие дети, там, правда, были сестры, племянники и брата племянники. Так что, говорит, вы должны, говорит, сейчас все, говорит, за Грузию плохое, говорит, сказать. Но мы все в шоке, как за Грузию плохое. Мы не ожидали, что там такое положение будет. Если, говорит, не скажете, то, говорит, детей, говорит, заберем, говорит, детдом, говорит, отдадим, говорит, а вас, говорит, уничтожим. Все равно, говорит, вас, говорит, никто, говорит, из Грузии здесь искать, говорит, не будет. Ну, мы так посмотрели друг на друга, что делать, невыходное положение нам было.